ესტაფეტა. სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10 წუთზე. მოგესალმებით, ეთერშია სპორტული ток-შოუ ესტაფეტა, მიკროფონთან ელენე ბილიხოძე. ქართული ფეხბურთის პრობლემები დღეს ჩვენი გადაცემის მთავარი თემა. წარმოგიდგენ ჩვენი სტუდიის სტუმარ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ბოკერია. 240 91 92 240 92 92. კითხვა და მოსაზრება რადიო 1.წერტილი-G-ზე გამოგვიგზავნეთ. არის ფეხბურთი. ფეხბურთი. სტადიონი. საათა იამანიძე. მიიღო კალოევმა გადასამდეს. მესხმა თავისი შესანიშნავი ფინტებით მოატყუა მეორე, მოატყუა მესამე, მოატყუა მეოთხე, მოატყუა მეხუთე მეკარე. არის! ყველაზე ამაღელვებელი და აზარტული სპორტი საზოგადოებრივი რადიოს ეთერში. ბატონ დიმიტრი, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მადლობა, რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოდით თავდაპირველად დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ თქვათ. ფაქტურად მოსალოდნელიც იყო, რომ ზესტაფონი დარჩებოდა ეროვნული ჩემპიონატის მიღმა და ეს გადაწყვეტილება უკვე საბოლოოდ მიღებულია. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს, მადლობა მოწვევისთვის. დიახ, დღეს სამწუხაროდ უნდა აღნიშნოს, რომ დადგა ესეთი გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი სადისციპლინო კოდექსის 91 მუხლის თანახმად გამოეთიშოს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგას. დებულების მიხედვით იმ შემთხვევაში თუ გუნდმა ჩაატარა ჩემპიონატის ნახევარზე მეტი მატჩები, ამ შემთხვევაში მას ყველა დანარჩენ შეხვედრაში ეთვლება 0-3 და მაგრამ რჩება ამ გათამაშების ცხრილში, ხოლო უკვე შემდგომში იქნება მიღებული გადაწყვეტილება თუ სად წავა ეს კლუბი, წლის ბოლოს ეს იქნება პირველი ლიგა, მეორე ლიგა თუ ასე. გასაგები, აი ამ გადაწყვეტილების გარდა ვთქვათ ფინანსური ჯარიმაც არის 5,000 ლარი არის ფინანსური. დიახ, და ზესტაფონის გენერალური დირექტორიც დაისაჯა, რამდენადაც უკვე ცნობილია. დიახ, იმიტომ რომ მე რამდენადაც ვიცი, ახლა ზუსტად თავს ვერ დავდებ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მან განაცხადა, რომ ასე ვთქვათ მისი გადაწყვეტილება იყო ის, რომ გუნდი არ წასულიყო და არ მიიღო მონაწილეობა ამ შეხვედრაში და აქედან გამომდინარე საერთო კომიტეტმა მასაც ასე ვთქვათ დააკისრა პასუხისგებლობა, მაგრამ რაც გამოიხატება ერთწლიან პირობით სასჯელში თუ შემდგომშიც მოხდება მის სადისციპლინო წესით დაჯარიმება, მაშინ ასე ვთქვათ ამოქმედდება ეს პირობითი ვადაც და მას ერთწლიანი ასე ვთქვათ ფეხბურთთან კავშირი აიგზავნება. და როდესაც ჩვენ საუბრობთ თქვა ზესტაფონზე, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად საუბრობდნენ აი არსებული ფინანსური პრობლემების შესახებ. დღეს როგორ თვლით, შეიძლებოდა გადარჩენა ამ კლუბის? მე ნამდვილად ვერ გეტყვით, ფინანსურ ანალიზს ზესტაფონის კლუბისას არ შეუდგები, არ არის ეს ჩემი კომპეტენცია. მაგრამ რა ვიცი, კი მე მგონი შეიძლებოდა იქ რაღაც გზების მონახვა, რომ ყოველ შემთხვევაში ჩაემთავრებინა გუნდს და შემდგომ დამდგარიყო უკვე ის საკითხი, თუ როგორ გაგრძელდებოდა ამ გუნდის ასე ვთქვათ მართვის პროცესი, იმიტომ რომ იცით, რომ ეხლა ახლდელ მართულს ასე ვთქვათ ქონდა ასეთი მოთხოვნა, რომ სახელმწიფოც რაღაც წილობრივად თანადაფინანსებით შემოსულიყო ამ კლუბში, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ეს ლაპარაკი დარჩა ლაპარაკად და საბოლოოდ ვერ მივიღეთ ეს შეთანხმება კლუბსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. არ ვიცი, ხა აქ მე ნამდვილად ვერ ვიტყვი ვისი ბრალი იყო. თუმცა ვიცი, რომ კლუბი იყო ყველაფერზე ასე ვთქვათ თანახმად, თავაზობდა მათ სხვადასხვა პირობებს, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ისინი, უბრალოდ იურიდიული ფორმის გამონახვა იყო მე მგონი პრობლემა თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. თუმცა ეს ასე ვთქვათ უფრო მათი განხილვის საგანია, მათ უნდა თქვან რეალურად რა იყო პრობლემა და რის გამო ვერ მოხერხდა ამ კლუბის დაფინანსების გაგრძელება.
იგივე პრობლემები არის თქვათ რუსთავში, მაგრამ ეს კლუბი მეტნაკლებად მაინც ახერხებს გამოვიდეს და ითამაშოს და ხომ არის საშიშროებაც, რომ თქვათ რუსთავიც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდეს, თუ ფლობთ ამ ინფორმაციას? მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდება თუ არა რუსთავი ამას ვერ გეტყვით, მაგრამ კი გეთანხმებით, აქაც ძალიან რთული მდგომარეობაა. ვინაიდან იცით რომ არის რაღაცა კონკრეტული ფინანსური დავა და კლუბს აქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები ყოფილ მეპატრონესთან, მაგრამ რამდენადაც მე ვიცი, ასე ვთქვათ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ რუსთავმა ჩაამთავროს, ასე ვთქვათ, ეს სეზონი და შემდგომში უკვე მივიდნენ რაღაც გადაწყვეტილებამდე და აქაც გამოინახოს რაღაც კომპრომისი. ბატონ დიმიტრი, როგორ თვლით, დღეს ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის შეფასების ეს რა ნიშანი შეიძლება დაეწეროს, თქვათ, მთლიანად პირველობას და შემდგომ უკვე დეტალურად ვისაუბროთ გუნდებსაც? გააჩნია ჩვენ რას ავიღებთ ყველაზე მაღალ სტანდარტად და ყველაზე დაბალ სტანდარტად, ანუ რაღაც ალბათ საშუალო დონის ჩემპიონატი გვაქვს, თუ საფეხბურთო ხარისხს ვიგულისხმებთ, ასე ვთქვათ, სპორტული კუთხით. რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ზოგადად საქართველოში ინფრასტრუქტურის პრობლემაა და საკადრო პრობლემებია და სხვა და სხვა, ეს ახალი არავისთვის არ არის და ამაზე ეს ფედერაციასაც ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული და ყოველდღიურად ზუსტად ეს არის ჩვენი საქმე, რომ მუშაობთ იმისკენ, რა მიმართულება და როგორ გამოვითაროთ. თუმცა ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც გარედან ჩანს, იმიტომ რომ პრობლემები კომპლექსურია, შეიძლება რაღაცა ერთ საკითხს ეს მოგვარება დაიწყო, მაგრამ შეგიშალოს მეორემ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ სამწუხაროდ საქართველოში დღეს სოციალურ-ეკონომიკური დონე ძალიან დაბალია, რაც ასევე უშლის ხელს პირველობის განვითარებას, კლუბები თვითონ სამწუხაროდ სიტყვა ღარიბი, მაგრამ არა აქვს შესაბამისი ეკონომიკური ხარდაჭერა, ეს იქნება კერძო თუ სახელმწიფო და ეს ყველაფერი იწვევს იმას, რომ ნამდვილად ახლა კმაყოფილებას ვერ დავარქვით იმას, რომ კარგი ჩემპიონატი გვაქვს, თუმცა სპორტულად თუ შევხედავთ, ძალიან საინტერესოა, დღესაც 4 გუნდს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული. რეგიონებში უფრო მეტად რთულია მდგომარეობა? რა კუთხით, ელენე? ინფრასტრუქტურის განვითარების და ამ მოწესრიგების კუთხით. იცით რა, პრინციპში ესე ვერ იტყვი, იმიტომ რომ მაგალითად ეხლაც ძალიან ისე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მუშაობა, რამდენადაც ასე ვთქვათ, ცნობილია ყველასთვის, რომ ახლა ბათუმში კეთდება ახალი სტადიონი, ზუგდიდში კეთდება ახალი სტადიონი 2017 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ევროპის ჩემპიონატისთვის უკვე მომზადდება ახალი სტადიონები მცხეთასა და რუსთავში, ასევე კიდევ უფრო დაიხოცება გორის სტადიონი. მე მგონი რაღაც დონეზე ინფრასტრუქტურა ამ 2 წლის განმავლობაში ისე მოწესრიგდება, რომ ეროვნულ ჩემპიონატს ძალიან კარგად დააკვირვებენ. რა თქმა უნდა, თვითონ უშუალოდ მე კლუბებში არის პრობლემა, მაგალითად საწვრთნელი ბაზების და ასე შემდეგ. რაც ძალიან ძვირი სიამოვნებაა და რიში შესაძლებლობა სამწუხაროდ არც კლუბებს არ აქვს და შესაბამისად არც ფედერაციას არ აქვს იმდენი ასე ვთქვათ, საჭირო თანხები, რომ ყველა სტადიონი და საწვრთნელი ბაზა გაუკეთოს. პირველი ლიგა. რაღაც უკეთესობისკენ მიდის აქ სიტუაცია? ისე ინფრასტრუქტურაზე ვაპარაკობთ. ინფრასტრუქტურა ასე თუ ისე ყველა ხვდება, რომ თავისთვისაც, ასე ვთქვათ, უკეთესი არის, რომ კონდეს კარგი სავარჯიშო პირობები, კონდეს კარგი სათამაშო პირობები, უნდა კონდეს ნორმალური ბალახი, რომ მათმა ფეხბურთელებმა უტრავმებოდ და ასე შემდეგ შეძლონ იმის გაგრძელება. თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის კარგი მდგომარეობა, ნამდვილად არ არის. უმეტეს სტადიონებზე ძალიან ბევრი ისეთი პრობლემა არის, რაც პრინციპში არ არის რთული გამოსასწორებელი და რაზეც ჩვენც ახლა მუშაობთ, კონკრეტულ მითითებებსაც ვაძლევთ კონკრეტულ კლუბებს რა აქვთ მოსაგვარებელი, მაგრამ ისევ და ისევ მივდივართ ფინანსებთან სამწუხაროდ, რაც
დღესდღეობით ძალიან ჭირს საქართველოში. ბატონ დიმიტრი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნულ ჩემპიონატზე, ბევრი მომხრეც ყავდა 16 გუნდიან პირველობას და ბევრი მოწინააღმდეგეც. დღეს როგორ თვლით, დადებითი ფაქტორი უფრო მეტად არის გამოკვეთილი? ზესტაფონის აი ამ გუშინდელ და დღეს განვითარებულ მოვლენებს არ გულისხმობ. ხო, გეთანხმები, იმიტომ რომ მე თუ მკითხავ კავშირში საერთოდ არ არის. რა თქმა უნდა. თუმცა მსმენელი გველოდება, მოდით მას მოусმინოთ და შემდეგ ვისაუბროთ აი ამ ჩემპიონატის შესახებ. გისმენთ, გამარჯობა. მოგესალმებით. ალო, მე ვარ. დიახ, გისმენთ ბატონო. საღამოშიდობისა, ბატონო ელენე. მოგესალმებით ბატონო. ერთ-ერთი ცუცენ სტომას ბატონო დიმიტრის, ხო? დიახ. მოგესალმებით, საღამოშიდობისა. მოგესალმებით. ერთ-ერთი ადამიანია. ეს ქალბატონი ელენე, რომელიც ჩვენი იმედია და ხალალი ერთგული ჩვენი ადამიანია. მადლობა, გაიხარეთ ბატონო. ძალიან სამწუხაროა ზესტაფონი რომ გააგდეს. აი, ნაღდად გააგდეს. იმიტომ რომ ეს კლუბი იყო, რომელიც გვახარებდა ფეხბურთელებს ვიზდიდა და გვასიამოვნება. ფეხბურთი არის ერთადერთი ჩვენი სულის მკვლევარი. ბათალია რეგბიმ შეცვალა, მაგრამ ფეხბურთს მაინც ვერაფერი ვერ შეცვლის. მე ადრე გამოვედი სიტყვაში ქალბატონი ელენეს და რაღაცას ისანი იყავდა და გკითხვა ფეხბურთი უნდა სახელმწიფო შეინახოს თუ არა. არაო ხალხმა და იმანო ხალხს სადაც თავის თავს ვერ ინახავს ხალხი. თავრობას უნდა შეენახა მაშინ ავთქვი. რამდენიმე წელი მაინც ჩაედო ფული და ხალხისთვის უკაი უნდა და ფეხბურთი უნდა გეემაგრებინა. გასაგებია ბატონო, დიახ, გასაგებია თქვენი. და ხადი და ჩვენ 2-3 გუნდი გადაგჭება. ძალიან სამწუხაროა, ძალიან. დიდი მადლობა ბატონო. ზედაგებოდა და თავის თავს შეენახავდა და ჩვენ შევინახავდა. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი, რა შეიძლება ითქვას მსმენელის საპასუხოდ? არ ვიცი, გააგდეს ცოტა მე მგონი ისეთი ნათქვამი არის, ჩვენ ნამდვილად არ გაგვიგდია ეს, ანუ წინასწარ არის გაწერილი სადისციპლინო კოდექსიც და ჩემპიონატის დებულებაც. კლუბები ამის საქმის კურსში არიან, იციან თუ რა შედეგს მოიტანს, ესეც ძალიან მკაფიოდ იყო განსაზღვრული, რომ იმ შემთხვევაში თუ გუნდი არ გამოცხადდება матчზე, მასე თუმცა ამ შემთხვევაში საპატიო მიზეზი არ არსებობს? იცი რა ელენე, საპატიო მიზეზი რა თქმა უნდა არსებობს სხვადასხვა, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს უსახსრობა. ანუ უსახსრობა შეიძლება პირიქით იყოს მიზეზი იმისა, რომ გუნდი მოხსნა საერთოდ გათამაშებიდან, იმიტომ რომ წლის დასაწყისში ყველა კლუბი წარმოადგენს თავის სხვა სახის გარანტიას, ეს იქნება ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან თუ კერძო დამფინანსებლისგან, რომ ეს გუნდი მზად არის და დაფინანსდება და ისე რომ ჩაამთავრებს მთელ ჩემპიონატს და აქ ზუსტად ის მომენტი მოხდა, რომ კლუბს სხვა მიზეზი არ ქონდა, ანუ გარდა იმისა, რომ შეიძლება სხვა თავისთვის ქონდა, რომ ვერ მოელაპარაკა ადგილობრივ იმას, მაგრამ ჩვენთან წარმოადგენლია თუ უსახსრობის გამო. ეს ვერ იქნება საპატიო მიზეზი. საპატიო მიზეზი შეიძლება იყოს ისეთი რამ, რაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება, მაგალითად არ ვიცი რაღაც ბუნებრივი კატაკლიზმები ან არ ვიცი სამხედრო მდგომარეობა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რატომაც ვერ მივიდნენ უბრალოდ матчზე და ის რომ ჩვენ ფული არ გვაქვს და ამიტომ არ მივალთ თამაშზე, თუ ვერ მივალთ, არ აქვს მნიშვნელობა. ეს საპატიო მიზეზად ვერ ჩაითვლება სამწუხაროდ. და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მე გუში მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი სერგო ფუტკარაძეს, ეს ინტერვიუ ჩვენმა რადიო მსმენელმაც მოისმინა. მან თქვა, რომ ხვალ შედგება საკრებულოს საგანგებოს ხდომა და სწორედ ხვალ განიხილავდნენ, თქვათ აი ამ საბიუჯეტო პრობლემის, თქვათ მოგვარების გზებს. ანუ შეიძლებოდა, თქვათ ამ შემთხვევაში მაინც თუნდაც ეს ხვალინდელი ფაქტორი გათვალისწინებული იყო? ასევე შემიძლია ასე ვთქვათ შემოვაბრუნო შეკითხვა და თქვა რომ ანუ არ შეიძლებოდა რომ მაშინ ეს ამ თამაშზე არ გამოცხადდება, შემდეგი ტურისთვის გადაედოთ, როცა უკვე საკრებულო საბოლოოდ იმსჯელებდა, საბოლოოდ გადაწყვიტავდა ეხმარებოდა თუ არ ეხმარებოდა და მერე მომხდარიყო ეს ყველაფერი. თუმცა აქ ერთ რაღაცაზე არის მესმის რომ ზესტაფონი ძალიან ტიტულოვანი კლუბია, ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვართ, რომ მსგავსი გუნდი, ასე ვთქვათ, ჩამოშორდა საქართველოს ჩემპიონატს, მაგრამ წესი არის ყველასთვის ერთი და იგივე. გაწერილი არის დებულებაშიც და სადისციპლინო კოდექსშიც. იმიტომ რომ ეს ზესტაფონია და ესეთი მიდგომით უბრალოდ არ იქნება ობიექტური და არ იქნება მართალი. ამიტომ
ვთვლი რომ ჩვენ მოქმედებთ ისე როგორც გაწერილია წესების მიხედვით. ჩვენ მივიღეთ წერილი სხვათა შორის 17-ში საღამოს 7 საათზე მოგმართვა კლუბმა რომ თუ შეიძლებოდა ვინაიდან მათ არ გააჩნდათ ასე ვთქვათ შესაბამისი ფინანსები რომ გაგზავნებულიყვნენ გადაგვედო თამაში. ჩვენ ასე ვთქვათ უპასუხეთ რომ ამ მიზეზით მატჩის გადადება არ ხდება და ეს მიმოწერა შედგა ასე ვთქვათ და ისინი საქმის კურსში იყვნენ რომ ამის გამო თამაში ვერ გადაიდებოდა. გასაგებია მსმენელები გველოდებიან გისმენთ გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო დიმიტრი. გამარჯობა. გამარჯობა. რა გითხრენ ასეთი მკაცრი წესები ქონდიათ სასამართლო კომიტეტს რომ გუნდი თუ არ გამოცხადდა თამაშზე ის იხსნება შეჯიბრებიდან. მაშინ უფრო უარესი სანქციები გექნებათ გათვალისწინებული იმ გუნდებისთვის, რომლებსაც სტადიონი არ აქვს და ასეთი გუნდები ნახევარზე მეტია. მასშტაბზე ნახევარზე მეტი გუნდები უნდა გავრეკოთ. მაგრამ სინამდვილეში გუნდების გარეკვა ხوارჯობდა ხელმძღვანელთა გარეკვა. გასაგებია ბატონო, კიდევ ერთი მსმენელი და შემდგომ ორივეს უპასუხოთ გისმენთ გამარჯობა. მოგესალმებით ხალბატონო ერენე. მოგესალმებით ბატონო. მოგესალმებით ბატონო დიმიტრი. მოგესალმებით. ბატონო დიმიტრი, თქვენ ფედერაციის პრეზიდენტის მოადგილე ხართ, ხო? არა, საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი. და საჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი. მაინც კანონმდებლობაში მაინც თავისებური მონიტორინგის წარმომადგენელი ხართ, ასეა. ეხლა მე როდესაც მსმენელებმა ბრძანა აქვს რომ ზესტაფონი გააგდესო, რა თქმა უნდა, მას პირდაპირი გაგებით არ უთქვიეს და კონკრეტულად არ გაუშვერია თითი ვინმესკენ. აქ იგულისხმებოდა საერთოდ რომ აი ესე მოხდა და ყველა თუნდაც ის რომ გულისხმიერება არ გამოიჩინეს სათანადო ვერ დავიჯერებ რომ საქართველოში არ არიან ის ადამიანები რომელსაც შეუძლიათ ფულის გაგება და საქართველოს ამპრობების მოგვარება არ შეიძლებოდა ძალაუნებურად გაგდებული გამოვიდა. მაგრამ მე ერთი რამე მაინტერესებს. აი დაუშვათ სხვა კლუბები აი რომ სოლიდარობა გამოუცხადოს სხვა კლუბებად ზესტაფონს. დაუშვათ და თქვენ არ ჩვენ არ გავალთ თეორიულად ხო შეიძლება ეს დაუშვათ თუ არ გავალთ სანამ ზესტაფონს აი არ მიეხედება იმიტომ რომ ნათქვამი ანდაზა ქართულის დარდაზის არ იყოს მეზობელს რომ რამე ტკივას შენს უნდა მოისვა ხელი შეიძლება ხვალ შენ გეტკინოს და უნდა უთანაგზო იმეზობელსო ხო დაუშვათ ასეთ რამეს გამორიცხავთ. გასაგებია დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი მოდით ბაში. არ ვიცი სოლიდარობასთან დაკავშირებით ცოტა რთული იქნება ხომ მე რო ვისაუბრო და ასე ვთქვათ დაუშვა ის ფაქტი რომ შეიძლება ადგეს და ყველა დაანჩენმა 15 კლუბმაც უარი თქვას საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობა არ ვიცი ჩვენ ამ შემთხვევაში რა უნდა ვქნათ ამ წუთას ნამდვილად ამაზე პასუხი არ მაქვს იმიტომ რომ მსგავსი რაღაცის ალბათობა ძალიან მცირეა და მე მგონი არ მოხდება. თუმცა არ ვიცი რა გიპასუხოთ ამაზე არ ვიცი ნამდვილად. ჩვენ საუბრობდით ამ 16 გუნდიან ჩემპიონატზე. მოდი თავდაპირველად დადებითი შესაძლებლობა. პირველ მსმენელს რაღაცა შეკითხვა დასვა. პირველ მსმენელს ჰქონდა მოსაზრება რომ ხომარჯობია ხელმძღვანელები წავიდნენ. ხო, აქაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა არა ხელმძღვანელებთან, არამედ კლუბთან. ჩვენ არ შეგვიძლია რომ სიტუაციაზე შევიდეთ რომელიმე კლუბში და მის ხელმძღვანელები მოუხსნათ, იმიტომ რომ ისინი ჩვენს ასე ვთქვათ, ჩვენ არ განვაგებთ მათ საქმიანობას. ეს არის ჩემი პასუხი ამაზე. დიახ, რაც შეეხება 16 გუნდიან ჩემპიონატს და დადებით მხარეებს. ხო, 16 გუნდიან ჩემპიონატზე ძალიან ბევრი მსჯელობა იყო, ძალიან ბევრი ასე ვთქვათ, ფედერაციაშიც შიგნით, ასე ვთქვათ, ყავდა როგორც მომხრები, ასევე მოწინააღმდეგეები. თუმცა ამ როგორც ვთქვით უკვე ეს საკითხი ნამდვილად არ არის ამის ამ საკითხთან დაკავშირებული ზესტაფონის, იმიტომ რომ ზესტაფონის შარშა მოგახსენებთ მეორე ადგილზე გავიდა საერთოდ. რაც შეეხება 16 გუნდიანის კარგიანობას, მე თუ მკითხავ სისტემა, როგორც ახლა საშეჯიბროს გაყოფილების ხელმძღვანელისთვის, სისტემა ჩემთვის ბევრად უფრო მისაღებია, ბევრად უფრო მარტივია,
ბევრად უფრო განსაზღვრული არ ხდება რაღაც მე გუნდების გაყოფა შუაში 1-6 ზემოთ თამაშობს. იყო ლაპარაკი რომ უმოტივაციო გუნდები მეტი არიან, თუმცა მე თუ მგითხავ, იქაც საკმარისად ბევრი უმოტივაციო გუნდი რჩებოდა და საერთოდ ნებისმიერ ჩემპიონატში რაღაც მომენტში ცხრილის შუაში მყოფი გუნდებს შეიძლება იმხელა მოტივაცია აღარ აქვთ. თუ ბონუსური სისტემა არ მოქმედებს ზოგადად ადგილების მიხედვით, ამ გადასახედიდან რო უყურებ, ვინც ამოვიდა, ვინც შეავს, ასე თქვა, 16 გუნდამდე ეს ჩემპიონატი, ყველა ის გუნდი პროგრესირებს, თუნდაც იგივე დინამო ბათუმი ავიღოთ, ან თუნდაც სამტრედია, არიან პირველ 4 გუნდს შორის და ძალიან კარგი შანსი აქვს ერთსა და მეორესაც, რომ თუნდაც ჩემპიონები გახდნენ. ასე რომ ვთვლი, რომ პირიქით ძალიან დაიძაბა ჩემპიონატი, ინფრასტრუქტურის კუთხითაც თუ ლაპარაკობთ, სხვაობა ფაქტიურად არ არსებობდა, იმიტომ რომ რაოდენობა სტადიონების მაინც იგივე არის, ზოგი ერთი კლუბი იყენებს, ანუ ორი კლუბი იყენებს ერთ სტადიონს და ასე შემდეგ, ისეც ესე მოხდებოდა და ასეც. თუმცა დასაქმდა უფრო მეტი ფეხბურთელი, გაჩნდა უფრო მეტი ახალგაზრდული გუნდი, ვინაიდან იცით რომ უმაღლესი ლიგის გუნდებს აქვთ ვალდებულება რომ ყავდეთ მინიმუმ 4 ასაკის ბავშვთა გუნდები და ანუ ბევრი ისეთი პოზიტიური რაღაც მომენტები აქვს, მე თუ მკითხავ აი ამ სისტემას, რაც 12 გუნდიანის მე არ მომწონდა. თუმცა ახლა იდეალური გუნდების რაოდენობა საქართველოსთვის და ამ ზომის ქვეყნისთვის შეიძლება არ იყოს 16 და რაღაც მომენტში იყოს 10. მაგრამ ვთვლი რომ ამ ეტაპისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო და ნამდვილად არ შემწთარგვა. უარყოფითი ფაქტორები გამოიკვეთა, ვთქვათ, რაც თუნდაც მომავალ ჩემპიონატში უნდა დაიხვეწოს და მოგვარდეს. უარყოფითი ფაქტორები ყოველწლიურად იკვეთება და ყოველწლიურად ძირითადად ერთი და იგივე არის, ანუ აქ არ მომხდარა ამის გამო რა 16 გუნდი გახდა, არ გამოკვეთილა ესეთი ფაქტორები ნამდვილად 12 გუნდშიც იგივე ფაქტორები უმცირებდა, ძირითადად ეს არის ინფრასტრუქტურა და სამწუხაროდ არასაკმარისი კადრები, კვალიფიციური კადრები და თვითონ ფეხბურთელების რაოდენობაც ზოგადად ვისურვებდით რომ იყოს უფრო მეტი ვიდრე ახლა. და თქვენ ბრძანეთ ფეხბურთელებზე დღეს არის რეალურად ის შანსიც და შესაძლებლობაც რომ აქ გაიზარდო და შემდგომ წახვიდე თუნდაც ევროპაში ან რომელიმე კარგ ტოპ გუნდში და ითამაშო ფეხბურთი? ანუ გაძლევს დღეს ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი გაზრდის საშუალებას? ჩვენი ეროვნული ჩემპიონატი სხვათა შორის წელს მით უმეტეს იმდენ ახალგაზრდა ფეხბურთელს მიეცა თავისი გამოჩენის საშუალება, როდესაც არასდროს არ ქონია. 19 წლამდე ნაკრები მე მგონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ყველა ეროვნულ ჩემპიონატში მოღვაწეობს. რაც შეეხება გაზრდის შესაძლებლობას გაძლევს და იმ სტანდარტით ეს უკვე თვითონ შიდა კლუბების ასე ვთქვათ მეურნეობაა, რამდენად შიგნით აქვთ კარგად აწყობილი წვნისა და აღზრდის პროცესი, რამდენად სწორედ ამვითარებენ ბავშვებს, რამდენად სწორედ ამვითარებენ მათ ფიზიოლოგიურად თუ არ ვიცი, ინტელექტუალურად. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ მივდივართ იქამდე, რომ თუნდაც აქაც გვაქვს კვალიფიციური კადრების ასე ვთქვათ ძალიან დიდი პრობლემა და ეს უკვე რა თქმა უნდა აისახება შემდგომშიც უკვე იმ თაობებზე, ვინც ისდება. რამდენიმე დღის წინ ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ფედერაციის იურისტი ქალბატონი კესოჩხიკვაძე, მან ისაუბრა იმ სიახლის შესახებ, რომელიც უკვე მკვიდრდება კლუბებში და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაც და კანონიც, რომ 1 წლის განმავლობაში ფეხბურთელმა იცის, რომ შეუძლია ითამაშოს, გაიზარდოს და შემდგომ გააგრძელოს. 1 წლის განმავლობაში არა, ანუ სეზონის ბოლომდე. 1 სეზონის განმავლობაში, დიახ. ხო, ნუ ეს თუ მოხდება სიტყვაზე, არ ვიცი, თუ გააფორმებს ხელშეკრულებას იანვარში შეიძლება იყოს 4 თვიანიც, მაგრამ ანუ იმ სეზონის ბოლომდე მინიმუმ იქნება იქ, მაგრამ ზოგადად ხო ძალიან კარგია, იმიტომ რომ უფრო სტაბილური ხდება მისი, ასე ვთქვათ, მოღვაწეობა ამა თუ იმ კლუბში, თვითონ კლუბებიც უფრო
ისე გათვლილად ამზადებენ შემდეგ თავიანთ გეგმებს, იმიტომ რომ იციან რომ სიტყვაზე ამ ადამიანს რა იყვნენ, ეს ყავთ სეზონის ბოლომდე და ასე შემდეგ. კი ეს ის მუხლია, რომელიც ასე ვთქვათ, რომელმაც სრულიად შესაბამისობაში მოგვიყვანა FIFA-სა და UEFA-ს სტანდარტებთან. და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. დღეს იყო ჩვენი ქალთა ნაკრების კენჭისყრაც. მოდით გოგონათა ჩემპიონატზეც ბრძანეთ. რამდენად არის ეს განვითარების ეტაპები და რამდენად შეინიშნება? რა ვიცი, ეხლა პირველი წარმატება გვაქვს, როგორც იცით, ამ კუთხით გოგონები გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, იქ ძალიან კარგად იასპარეზეს, რასაც ულოცავ. რაც შეეხება შიდა ჩემპიონატს, ცოტა რთული საკითხია ჩვენი მენტალობიდან და სხვა იმიდან გამომდინარე. საერთოდ ქალთა ფეხბურთი საქართველოში არ არის ის რაოდენობა, რომ მივიღოთ ხარისხი შემდგომში, მაგრამ რა ვიცი, ნელ-ნელა ალბათ დაინტერესდებიან. მაგალითად, ეხა ეს სკოლბურთი არის ესეთი გათამაშება, თუ იცით, გადავწყვეტეთ, რომ გოგონებშიც, ასე ვთქვათ, ჩაგვეტარებინა და საკმაოდ 200-ზე მეტი სკოლა არის დაინტერესებული, რომ გამოიყვანოს გოგოების გუნდი, ეს უკვე რაღაც 2000 გოგონას ნიშნავს, რომელიც მიიღებს საფეხბურთო ტურნირში მონაწილეობას, რაც ძალიან სასიხარულოა და შეიძლება მომავალში ქართულ ქალთა ფეხბურთს ძალიან გამოადგეს. იტალიის, შვეიცარიის, ჩეხეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გუნდებთან ითამაშებს საქართველოს ნაკრები და აი თქვათ მათი გასვლა ფინალურ ეტაპზე იქნება სენსაცია ჩვენი რეალობის? მე თუ მკითხავთ, ალბათ კი შეიძლება შეფასდეს როგორც სენსაცია, ნამდვილად ფინალურ ეტაპზე თუ გავლენ და მივესალმები და რა ვიცი, ახალი სამწვრთნელო შტაბი ყავს ცოტა ხნის წინ, უბრალოდ ამ შემოდგომაზე დანიშნული, რომელიც მე მგონი ძალიან კარგად მუშაობენ, ასე ვთქვათ, გაუგეს ქალთა ფეხბურთს გემო, ბატონი თამაზ კოსტავაა იცით თავი ცნელი და რა ვიცი, ვუსურვებ წარმატებებს და მაქსიმალურად წინ და წინ სიარულს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ხართ საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი, ძალიან აქტიურად ხართ ჩართული ფეხბურთის ფედერაციის ცხოვრებაში და სუპერთასზეც მინდა გკითხოთ. დღეს უკვე ცნობილია, რომ დინამო არენას კეთილმოწყობისთვის 20 მილიონი ლარი დაიხარჯება. ფაქტურად სახელმწიფო სრულად არის ჩაბმული, რომ ეს არენა იყოს სუპერთანამედროვე. მოდით თავდაპირველად არენაზე ბრძანეთ და შემდგომ უკვე თავად ამ სამზადისეც. ну, რა თქმა უნდა, თქვენ იცით, რომ რაღაც რამოდენიმე ეტაპი უკვე დასრულებული არის, მაგალითად, ახალი ტურნიკეტები მოეწყო, ახალი გახმოვანების სისტემა მოეწყო, ეხლა უკვე ასე ვთქვათ, აყრილია ყველა სკამი და იცვლება მთლიანობაში. ეს სკამები და უფრო კომფორტული ხდება. ასევე იქ ბევრი ისეთი რაღაც ნიუანსები, რაც ესე მაყურებლის შეიძლება არ გამოჩნდეს, მაგალითად როგორიც არის თქვენთვის ძალიან საჭირო ინტერნეტის ესეთი ძლიერი ქსელი და სხვადასხვა მსგავსი განვითარებები, ისინი რა ქვია, ტექნოლოგიური განვითარებები. ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ გვექნება, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას ელიტ კლასის სტადიონი, რომელზეც შემდგომ არაერთი კარგი ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა გვექნება. ხვალდაზე გაიმართება, ვთქვათ, ჩემპიონთა ლიგის გათამაშების განმეორებითი შეხვედრები, თქვენ ყავთ ორი ფავორიტი გუნდი, ვინც გინდათ, რომ თბილისში ჩამოვიდეს? ხო, ჩემი კი ბარსელონა არის ჩემი ფავორიტი გუნდი, რა თქმა უნდა, მინდა ლეო მესის ნახვა საქართველოში და დინამო სტადიონზე. და რაც შეეხება იქითაც მე მეც რაღაც უფრო არგენტინული ფეხბურთის მოყვარული ვარ და იქ ნაპოლიც რაღაც უფრო არგენტინასთან ასოცირდება და იგუაინიც ძალიან მომწონს და მოკლედ ვისურვებდი ეს ორი გუნდი ან თუნდაც უკრაინული მაგალითად ჯაბა კანკავა თუ ითამაშებს ფინალში ბარსელონასთან სუპერთასზე ძალიან მოხარული ვიქნები პირველ რიგში რა თქმა უნდა ჯაბა უცბად არ გამახსენდა პირველ რიგში რა თქმა უნდა მას გულშემატკივრობ და შემდეგ უკვე ყველა სხვა გუნდს. მოდით ხვალინდელი თქვენი საყვარელი გუნდი ხვალ ითამაშებს განმეორებით შეხვედრას იქნება თქვათ ეს რთული მატჩი პარი სენ-ჟერმენთან? ну, რა თქმა უნდა, ადვილი არ იქნება, მაგრამ მე მგონი უკვე ისეთი ასე ვთქვათ, ისეთი ფორა აქვს ბარსელონას, რომ წესით არ უნდა გაუჭირდეს შემდეგ ეტაპზე გასვლა.
მეორე შეხვედრა? აი მეორე შეხვედრაში კი ძალიან გაუჭირდება გერმანულ კლუბს, მით უმეტეს ამდენი პრობლემა აქვთ საკადრო, ძალიან ბევრი ფეხბურთელი ყავთ დამტვრეული თუთის კვალიფიცირებული და ძალიან გაუჭირდება, თან ძალიან კარგად გამოეყოლება წელს სპორტო. ამიტომ ვთვლი რომ რთული მატჩი იქნება, თუმცა რა თქმა უნდა გერმანული ხასიათიდან გამომდინარე ყველაფერი შესაძლებელი არის. და საკმაოდ საინტერესო წყვილია 22 აპრილის შეხვედრაში, ბუნებრივია წინა მატჩიც რეალი ატლეტიკო ფაქტიურად რაღაც ერთგვარი ხო ეს თან მით უმეტეს წელს რაღაცა საოცრად კარგი ბალანსი აქვს ატლეტიკოს რეალთან, ანუ რა ვიცი, არ წაუგია არც ერთი თამაში. პირიქით ანუგებს ან პრესე თამაშება და რა ძალიან გაუჭირდება რეალს რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც ფავორიტი მაინც რეალ მადრიდი მგონი. და კიდევ ერთი წყვილი მონაკო იუვენტუსი. იგივე იტალიური ფეხბურთის გულშემატკივრისთვის იუვენტუსის ეს აღზევება ბოლო პერიოდის პრობლემების შემდეგ ძალიან სასიამოვნოა, დიახ. კი, ძალიან სასიხარულოა, რომ არა მარტო იუვენტუსი, იტალიურ გუნდს ხედავთ ამ ეტაპზე, იმიტომ რომ კაი ხანია უკვე, ძალიან ადრე ეთიშებიან ხოლმე. ჩემპიონთა ლიგას მით უმეტეს. რატომ აი რაღაც ერთგვარი გამოკითხვასავით იყო სოციალურ ქსელში იტალიური ფეხბურთის გულშემატკივარი ძალიან აქტიურად იყო ჩართული, რომ ბოლო პერიოდის ეს კრიზისის გამოძახილი იყო თუ? ხო, აი არ ვიცი, ალბათ ეს ამანაც ითამაშა თავის როლი, მეორე მხრივ თვითონ ფინანსურათაც მე მგონი ეს კლუბები არ არიან ისეთი ძლიერები ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, როგორც მაგალითად აი ახლანდელი მათი კონკურენტები ჩამოთვალით ეს იქნება ბარსელონა, რეალი თუ სხვა. არ ყავთ იმდენი ვარსკვლავები, რამდენიც სხვა კლუბებში თამაშობენ და შესაბამისად ესეც აისახება მათ სპორტულ შედეგებზე. თუმცა იუვენტუსი ხა ძალიან კაი გუნდი ყავს და მე მგონი ძალიან კარგი შანსიც აქვს, რომ გავიდეს ნახევარფინალში და შემდგომში უკვე არაფერი აღარ არის გამორიცხული, სულ ორი ნაბიჯი დარჩებათ ჩემპიონთა ლიგის მოგება. და კიდევ ერთხელ განმეორდები და ვიტყვი რომ აი ნამდვილად მისაბაძია იმ პრობლემების ფონზე რომ გამოდიხარ სტაბილურად თამაშობ და როდესაც ხარ ასპარეზზე ნამდვილად არ გეტყობა ვთქვათ რა არის შენს უკან. აი ეს არის ნამდვილად მისაბაძი. ჩვენი ქართული ფეხბურთისტვისაც, იმიტომ რომ არის მომენტები, როდესაც თამაშს უყურებ და აი ნებისმიერ ფეხბურთელს სახეზე აწერია რომ ჩემს კლუბში ეს პრობლემაა და მიშველეთ. სამწუხაროდ, თუმცა ეს არ მგონია მარტო ფეხბურთის ის იყოს, ზოგადად ანარეკლია ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, იმიტომ რომ სამწუხაროდ გვიჭირს. რა შეიძლება ითქვას ჩვენს ნაკრებზეც, ბატონ დიმიტრი? ჩვენს ნაკრებზე, რა ვიცი, მე ძალიან იმედიანად ვარ, ძალიან მომეწონა კახაბურთის მიდგომა საკითხისადმი, გუნდი როგორ შეიკრა, რამოდენიმეჯერ მქონდა შესაძლებლობა რომ ვთქვათ მენახა მათი სამწვრთნელო პროცესიც და ისეც რა მდგომარეობა იყო ასე ვთქვათ გუნდში ისეთი რაღაც შეკრული გუნდის დაბეჭდილება დატოვა და თან თვითონ თავარი მწვრთნელი ძალიან იმედიანად არის თulis რომ მას ყავს ჩვენ შესაბამისი რესურსი რომელთაც შეიძლება გაკეთდეს ისეთი გუნდი რომ თუ ამ შესარჩევზე არა შემდეგი შესარჩევიდან მაინც გქონდეს უკვე რეალური ასე ვთქვათ მიზნები იმისა რომ მოხვდეთ რომელი სუპერ ჩემპიონატის საბოლოო ეტაპს. და იგივე გერმანიასთან შეხვედრა თითოეული ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით თქვენგანისთვის საკმაოდ მტკივნეული ფაქტით გახდა დასამახსოვრებელი გულშემატკივრის მხრიდან, თქვათ, აი წესრიგის დარღვევას გულისხმობ. ალბათ დგება უკვე ის დრო, რომ თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც მივა სტადიონზე ნებისმიერ შეჯიბრზე, უკვე საკუთარ თავთან და საკუთარ თავზე აგოს პასუხი. იმიტომ რომ ეს ქვეყანას, ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის დასჯა, ეს ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება. გეთანხმებით, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვთვლი რომ ეს არ უნდა იყოს ანუ მარტო ანუ არ უნდა ვიყო თუ იმ სიმეძე რომ ვიღაცას მორალი შეაწუხებს და ამიტომ არ გააკეთებს რაღაცას აქ უფრო ალბათ რაღაც საკანონმდებლო ცვლილებები არის საჭირო იმიტომ რომ სამწუხაროდ ის ადამიანები ვინც ხტებიან მინდორზე შერბიან და აყენებენ როგორც ფედერაციას ისევე ზოგადად ქართულ ფეხბურთს ძალიან დიდ ზარალს როგორც ფინანსურს ასევე სხვა სახის მე მგონი
მგონი ისინი უნდა ისჯებოდნენ რაღაც ადმინისტრაციული სახთელები მაინც უნდა არსებობდეს ამისთვის ისეთი ფინანსური რომ ადამიანს არ მოუნდეს მსგავსი ტიპის აქციების ჩადენა იმიტომ რომ ეს ძირითადად იყვნენ ბავშვები და აქ უნდა აღინიშნოს აუცილებლად რომ შესაბამისად სამსახურებმა ვერ შეასრულეს თავის მოვალეობები ისე როგორც უნდა შეესრულებინათ ვინაიდან ამისთვის არიან იქ წარმოუდგენელი რომ მსგავსი ტიპის რაღაცები არ მოხდეს ჩვენ კიდე გადავრჩით ასე ვთქვათ რომ გადავრჩით თუნდაც იმიტომ რომ ბავშვები იყვნენ ხო ალბათ გადავრჩით იმიტომ რომ კაცმა არ იცის ვის რა მოუვა უცბად თავში და ვიღაცისთვის რაღაც ზიანი მიეყენებინა ფიზიკური ეს იქნებოდა არ ვიცი ეს იქნებოდა ისეთი უბედურება რომ თეორიულადაც არ შემიძლია ვიმსჯელო რა შეიძლება ამას მოჰყოლოდა თუმცა მსგავსი ტიპის ეს გადმოხტომა UEFA-ში უკვე განიხილება როგორც ასე ვთქვათ აი ამის რისკი რომ შეიძლება ფეხბურთელს ან რომელიმე ოფიციალურ პირს თუ სხვას შეექმნას რაღაც საფრთხე თან მით უმეტეს მეტოქესაც ალბათ ითვალისწინებენ ვის წინააღმდეგ თამაშობს გუნდი როდესაც მსოფლიოს ჩემპიონია არენაზე ალბათ უფრო მეტი ეს მსგავსი ფაქტები ხო გიბრალტარის ნაირგუნდებთან არ ხდება თუ ხდება რა თქმა უნდა ხდება იქ სადაც ვარსკვლავები არიან და სადაც ყველას უნდა რომ ასე ვთქვათ ნახოს ეს ფეხბურთელები და ამ სავსე სტადიონის წინ გამოიჩინონ თავი ეს არ არის პირველი შემთხვევა ხმართ საქართველოში არ ხდება თუმცა რაოდენობის მიხედვით მე შეშფოთებული ვიყავი 5 ადამიანის შემოვარდნა ნამდვილად ძალიან ცუდი შედეგია და თქვენ ბრძანეთ რომ თქვათ იგივე მომავალ შესარჩევ ეტაპზე შეიძლება გქონდეს რეალური შანსი რომ ვითამაშოთ მაგრამ დღეს ამ ნაკრებისთვის რა უნდა იყოს მთავარი რომ ახალგაზრდებმა სრულად გაიღონ თავისი შესაძლებლობები და დაემკვიდრონ რა შეიძლება მაღალი ადგილი ამ შესარჩევზე თუ არის ლაპარაკი რა შეიძლება მაღალ ადგილს რომ მივახციოთ იმისთვის რომ კარკალათაში მოხვდეთ შესაბამისად ნაკლები უფრო ნაკლები ისეთი გუნდი შეხვდეს ბოლო პერიოდის იმდენად მტკივნეულია რომ ხო რა ვიცი მე მართალი რო გითხრათ ამ რეიტინგის მაინდა-მაინც ის არა ვარ იმიტომ რომ ჩახედავთ ისეთი გუნდები არიან ჩვენს წინ ან ჩვენს უკან რომ ზოგადად ლოგიკასთან ჩემთვის ცოტა ნაკლებად არის UEFA-ს რეიტინგი უფრო რაღაცა უფრო მანიშნებელი არის ჩემთვის ვიდრე FIFA-სი მაგრამ კი ძალიან ცუდია რომ ესეთი რა ქვია რეგრესი განიცადა ეროვნულ ნაკრებმა თუმცა როგორც გითხარით ძალიან იმედიანად ვარ გუნდს ახალი ასე ვთქვათ სულის შტაბერა ბატონმა ცხადაძემ არ მინდა თქვა რომ მანამდე ბატონი კეცბა იყო ცუდი მწვრთნელიან რაღაცა დააშავა მან იმუშავა როგორც შეეძლო გქონდა კარგი პერიოდიც გქონდა ცუდი პერიოდიც და რა ვიცი ფეხბურთია და ხან აგებენ ხან იგებენ თუმცა სამწუხაროდ ბოლოს რომ ვეღარ მიაღწია წარმატებას თვითონვე მიიღო ესეთი გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა რომ კონტრაქტის მას ხანგრძლივი ჰქონდა უფრო მიიღო გადაწყვეტილება რომ შეწყვიტა მუშაობა ასე რომ ეხა უსურვებ ბატონ კახას ძალიან დიდ წარმატებებს, იმიტომ რომ ჩვენი ყველას ერთად წარმატება იქნება. მოდით ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებებზეც ვბრძანეთ და ასაკობრივ გუნდებზეც. საკმაოდ დიდია მოლოდინიც, მათ შორის თბილისში ითამაშებენ, თქვათ აი ამ ფინალურ ეტაპს, ესეც ერთგვარი საჩუქარი იქნება ნამდვილად. დიახ. მშობლებისთვის, მეგობრებისთვის, თავად ამ ფეხბურთელებისთვის, იმიტომ რომ აქ წარმატებით შეიძლება ძალიან დიდი ფეხბურთელობისკენ გაიკვალონ გზა. კი, გეთანხმებით, ეს მე თუ მკითხავ ჩვენი ფედერაციის ერთ-ერთი მთავარი მონაგარია ამ ბოლო პერიოდის, რომ მივახციეთ იმას, რომ UEFA გადაწყვეტა, რომ ჩვენი ქვეყანა და ფედერაცია არის მზად იმისთვის, რომ უმასპინძლოს მსგავსი ტიპის ეს არ არის ნამდვილად მარტივად მისაღები გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ბევრი ფიქრობს, რომ რა უნდა წარადგენდა დამთავრდა. აქ მთელი პროცედურებია გასა. ძალიან დიდი პროცედურა. მე ვიყავი ამ, ასე ვთქვათ, ამ პროექტის წარდგენის ხელმძღვანელი და ამ პროექტის მომზადების და არ ვიცი რა რაოდენობის დოკუმენტაცია გავაგზავნეთ, ასე ვთქვათ, UEFA-ში და რა ტიპის დადასტურებებზე იყო იქ ლაპარაკი, რომ რას გავაკეთებთ, თუმცა აქ უნდა აღინიშნოს სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, სრული მხარდაჭერა, რომ ამ სახელმწიფო კომისიის ხდომაზე გამოეცხადა ამ პროექტს სრული მხარდაჭერა და ეს იყო ერთ-ერთი ის მოტივატორი, რომ ჩვენ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, რისთვისაც მადლობა მინდა გადაუხადო სახელმწიფო ხელისუფლებას.
ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან კარგი мотиваცია არის ახლა აი ამ ნაკრებებისთვის, რომ სახში ვითამაშებთ და გვექნება შანსი, რომ იცით, რომ თუნდაც რამოდენიმე წლის წინ ძალიან კარგად იასპარეზა ჩვენმა ერთ-ერთმა გუნდმა 17 წლამდელებში, ძალიან კარგად იასპარეზეს ასევე 19 წლამდელებშიც. და იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება, ასე ვთქვათ, დამაგვირგვინებელი და იქნებ მოვიგოთ კიდევაც. გასაგებია იქნებ მოვიგოთ, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ამ საორგანიზაციო საკითხებზე, არანაკლები ვთქვათ, დატვირთვა ენიჭება ამ შეხვედრებს, ვიდრე იგივე სუპერთას, ვიდრე იგივე ეროვნული ნაკრების მატჩებს. მე ვგულისხმობ ისევ გულშემატკივრის თვალსაზრისით, სრულად უნდა გაითავისოს ყველამ, რომ ნებისმიერი დანაშაული დასჯადი იქნება. ხო, გარდა იმისა, რომ დასჯადი იქნება, ну დავიჯებით და ну რაღაც ბოლო-ბოლო არ ვიცი, გადავიხდით თუ არ ვითამაშებთ თუ რაღაც იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში მომავალში მე მსგავსი ტიპის ტურნირებისა თუ სხვა ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა უბრალოდ აღარ მოგვეცემა თუ ამას ვერ გავართვეთ თავს და ეს პასუხისგებლობა უნდა გავიზიაროთ ყველამ, როგორც ფედერაციამ და სახელმწიფომ, ასევე რიგითმა გულშემატკივარმაც, იმიტომ რომ აქ ჩვენ ყველა წარმოვადგენთ ჩვენ ქვეყანას, როგორც მასპინძელს და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ ყველანი ვიყოთ, ვიდგეთ ერთად. თავად ბრძანეთ, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანია UEFA-ს მხარდაჭერა და რამდენად რთულია აი ამ ნდობის მოპოვება, როდესაც პირველად შეგაგანაცხადი, ალბათ არის განსხვავება და როდესაც თქვათ მეორედან მესამედ აფიქსირებ, თქვათ მსგავს სურვილს. იცვლება ეს UEFA-ს მაღალჩინოსანთა დამოკიდებულებები, კეთილგანწყობას გულისხმობთ? კი, რა თქმა უნდა, იცვლება, უმეტეს ეხლა ჩვენ ხელმძღვანელობას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, ასე ვთქვათ, UEFA-ს ხელმძღვანელობასთან და მათგან აქვს მიღებული ძალიან დიდი ნდობა ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ანუ ერთი დავიწყეთ ფუტზალის ასე ვთქვათ ფინალებით, რომელიც იცით რომ თბილისში ჩატარდა სპორტის სასახლეში, ეს იყო პირველი UEFA-ს ეგიდით გამართული შეჯიბრი საქართველოში. ვაგრძელებთ სუპერთასით და მესამე იქნება ეს ევროპის ჩემპიონატი, თუმცა ამით რა თქმა უნდა ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და მომავალშიც უფრო მეტ ვეცდებით რომ უფრო მეტი საერთაშორისო და ამ ტიპის ღონისძიება ჩატარდეს საქართველოში და ჩვენი გადაცემა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის და ისევ ეროვნულ ჩემპიონატს დაუბრუნდეთ. რას ეთქვით თქვათ იგივე ეროვნული ჩემპიონატის ფეხბურთელებს, კლუბის ხელმძღვანელებს რა უნდა იყოს მათთვის მთავარი, რომ არა დღეს, არამედ ხვალზე ჩვენი ქვეყნის პირველობა უფრო მეტად დაიხვეწოს და ტოპ 10-ში თუ არა აი ტოპ ქვეყნებში მოხვდეს. ფეხბურთელებს მოუწოდებ დისციპლინისკენ, სპორტული ცხოვრებისკენ, არ ვიცი, სრული мотиваციის, სრული კონცენტრაციისკენ, კლუბებს მოუწოდებ მათთვის კარგი პირობების შექმნისკენ, ინვესტორების თუ სხვა სპონსორების მოზიდვისკენ, ხოლო გულშემატკივარს კი მოუწოდებ, რომ იაროს საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე, ვინაიდან ისინი არიან მთავარი мотиваტორები ფეხბურთელების იმისთვის, რომ მათ აჩვენონ კარგი თამაში და კონდეთ ის мотиваცია, რომ გაიზარდონ როგორც ფეხბურთელები, ასევე გახდნენ კარგი კლუბები. და ისევ ეროვნული ჩემპიონატი მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არის მატჩები, ფაქტობრივად საკმაოდ დაძაბულია ბრძოლა ჩემპიონობისკენ. ესეც ერთგვარი ხიბლია, იმიტომ რომ წლების წინ ფაქტობრივად 7 და 8 ტურით ადრე იცოდი, თქვათ ვინ იქნებოდა ჩემპიონი და შემდგომ უკვე მიდიოდა ბრძოლა მეორე, მესამე ადგილისთვის და ასე შემდეგ. კი, არა, ეხლა მართლაც რომ საოცრად დაძაბული ჩემპიონატი გამოგვივიდა, 4 გუნდს აქვს, ну, 3 მინიმუმ აქვს პრეტენზია იმისა, რომ გახდეს ჩემპიონი, სულ ერთი ქულა ამ სამ გუნდს შორის სხვაობა. რა ძალიან სასიამოვნოა და რა თქმა უნდა უფრო საინტერესოს ხდის ამ ყველაფერს. რა ვიცი, ამ ყველაფერს კიდე მათ გულშემატკივარად დაემატოს რაღაცა ბევრად უფრო სასიამოვნო საყურებელი იქნება. და ბოლო კითხვა, თასის გათამაშების თქვათ აი ამ შედეგით და ჩატარებით რამდენად კმაყოფილი ხართ? შედეგი რა ვიცი, მიმდინარეობს. ანუ საორგანიზაციო და ამ ნორმალურად, მე მგონი ძალიან ნორმალურად მიმდინარეობს ჯერჯერობით. ერთ-ერთი რაც მე როგორც შეჯიბრო მაყოფილების უფროსმა შემიძლია ყოფილება გამოთქვა,
არის ის რომ უფრო რაღაცა მე ვისურვებდი რომ უფრო შეფუთული იყოს ეს და უფრო რაღაცა უფრო პომპეზური იყოს და უფრო ალბათ კლუბებისთვისაც უნდა გახდეს ეს საინტერესო რომ თასის გათამაშებას რაღაც მაქსიმუმი სამწუხაროდ ეხლანდელი კიდევ ერთხელ ფინანსურ მდგომარეობასთან მივდივართ მაგრამ ანუ ამ ბოლო რამოდენიმე წელიწადში ანუ ფედერაციამ ძირითადად ეს გამვითარებისთვის თანხები რაც იყო მიმართა იმაზე რომ დახმარებოდა კლუბებს ფინანსურად არ ვიცი თქვენ წაიკითხეთ თუ არა მაგრამ რა რაოდენობის თანხებით დაეხმარა ფეხბურთელს ეს არაფრით არანაირ შემთხვევაში არ წარმოადგენს ფედერაციის ვალდებულებას რომ კერძო თუ მუნიციპალურ კლუბებს ფინანსური დახმარება გაუწიოს რა თქმა უნდა არსებობს შეიძლება ეს ყოფილიყო სიტყვაზე ბონუსების სისტემა, როდესაც დაკავებული ადგილების მიხედვით იღებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით. სახელმწიფო პროგრამაც არ ასე ვთქვათ, არ დაიწყო მისი განხორციელება და ამიტომ მოგვიწია ჩვენ ასე ვთქვათ ამ თანხების გაღება, რაც პრინციპში მოაკლდა იმას რისი გაკეთებაც მე მინდოდა, მაგრამ არა, იმედია ეს მომავალში გვექნება ამის შესაძლებლობა. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ბოკერია იყო დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი. მე 22 საათსა და 20 წუთამდე გამშვიდობებით ამ დროს დღის სპორტის ახალ ამბებს წარმოგიდგენთ. მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენმა მოჭადრაკე გოგონებმა დღეს მეორე ტურში მშრალი ანგარიშით ეგვიპტის ნაკრები 0-4 დაამარცხეს და ლიდერთა შორის არიან ხვალ სწორედ ლიდერი გუნდის პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებენ. თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები დღეს სპორტულ სამყაროში, როგორც უკვე გითხარით, ამის შესახებ 22 საათსა და 20 წუთზე ვისაუბრებ. ესტაფეტა სპორტული ток-შოუ საზოგადოებრივ რადიოში. ყოველ საღამოს 8:10 წუთზე.